საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავილაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნების სხვა მუშაკებთან ერთად ღირსების ორდენი დააჯილდოვა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ფოლკლორისტი ირაკლი მათიკაშვილი. იგი ჩვენი სტუმარია. ბატონო ირაკლი, გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონო ირაკლი, რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის? ძალიან გამიხარდა ამის მინიჭება, იმიტომ რომ ღირსებაზეა ლაპარაკი. მე ღირსეულად ვემსახურე და ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ჩემს სამშობლოს, ჩემს რაიონს, ჩემს ფოლკლორს და ზუსტად ღირსების ორდენით რომ დამაჯილდოვეს, ძალიან გამიხარდა რომ არ დაგივალო. დიდი მადლობა პრეზიდენტს, მთავრობას, ყველას, პრემიერ-მინისტრს. ქართველებს გაქვს ფანტასტიკური ქართული კულტურა, ყველა სფეროში, მარტო სიმღერაში არა. ამ პატარა ერს და მცირე რიცხოვან ერს გაგვაჩნია ფანტასტიკური კულტურა. ამას გრძნობენ, ხდებიან მთავრობის წარმომადგენლები და უნდა შეუწყონ ხელი, რა თქმა უნდა, კულტურის მუშაკებს ხელი, უნდა შეუწყონ ხელი. იმიტომ რომ კულტურამ ბევრი რამე გააკეთა ქართველი ერისათვის, ქართველთა ცხოვრებისათვის. ყველაფერში, სადაც კი რა გვაქვს აბა ჩვენ ახლა ისეთი იარაღი, რომელიც თავი დავიცვათ. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი დიდი იარაღი არის, ეს არის ჩვენი დიდი კულტურა. შემოსეული მტერი ყოველთვის გრძნობდა ჩვენს კულტურას, უდიდეს კულტურას და ხანდახან შეიძლება კიდეც შეგვიცოდებდნენ ხოლმე, როსულ არ გავეწყვიტეთ. ავიც მე ასე ვფიქრობ. ბატონო ირაკლი, რა გზა გაიარეთ წარმატებამდე? პირველი დაფუძნებიდან ანსამბლ რუსთავის ერთ-ერთი ვარ, მეორე გადავრჩით სულ ჩემი მეგობრებიდან, სხვების ცოცხლები აღარ არიან. გავიარე დიდი გზა 25-26 წელი ვიმღერე მე ანსამბლ რუსთავში. დიდი ქართველი ლოტბარის და მამულიშვილის, ანდრე ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, ვისთანაც მე ძალიან ბევრი ვისწავლე. მღეროდი ანსამბლ რუსთავში დიდხანს და მოვიარე თითქმის შეიძლება ითქვას ყველა კონტინენტი. მოვიარე საბჭოთა კავშირის ყველა კუთხე, ყველა დიდი ქალაქი. საქართველოს ბევრი რამე ალბათ ბევრი ვერ ინატრებდა, ბევრი ვერც ინატრებდა. მოვიარე სიმღერით, ქართული ხალხური სიმღერით. სადაც კი ვიყავით, სადაც კი გამოდიოდით, ყველგან დიდი აპლოდისმენტებით და დიდი მოწონებით და ძალიან დიდი პრესა გქონდა. და ასე დავდიოდით, ეს სტიმული გვაძლევდა ჩვენ, რა თქმა უნდა. ნუ შემდეგ როდესაც მე ასე ვთქვათ აღარ ჩავთვალე ჩემი თავი ასაკში შევედი და აღარ ჩავთვალე უკვე სცენაზე ჩემი გამოსვლა მიზან შეძლებლად დავტოვე ანსამბლი რუსთავი. ნუ მოკლედ გეტყვით, ჩამოვედი ყვარელში, მე თავში იდეაში მქონდა, თავში ყოველთვის რომ როცა კი ამას მე მორჩებოდი ამ სასცენო მოღვაწეობას, ჩამოსულიყავი ყვარელში და ყვარელში მინდოდა შემექმნა ქართული ხალხური სიმღერის სპეციალიზირებული სკოლა. ამაში ხელი შემიწყო ანდრე ერქომაიშვილის მიერ ჩამოყალიბებულმა წყინვარი ანსამბლმა მართვემ სტიმული მომცა და პარალელურად მე დავიწყე ყვარელში შექმნა ამ ჩემი ანსამბლი, რომელსაც ხევრო ქვია დღეს, ხევრო ყვარელი ასე ქვია. და 20 წელი 20 წლის თავი ახლახანს გადავეხადეთ. ხოდა ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და სიხარული არის ის და ხობი რომ იტყვიან, როცა აღმოაჩენ ნიჭიერ ახალგაზრდებს, ნიჭიერ მომღერლებს, ნიჭიერი სმენით დაჯილდოებულებს, ხმით დაჯილდოებულებს, ვისაც ვცდილობ რომ სწორი გზა მივცე, ვასწავლო. ეს მართლაც ჩვენი ფანტასტიკური ხალხური სიმღერა, განსაკუთრებით აღმოსავლური სიმღერა, ქართული სიმღერა, რომელსაც პატარა ბავშვები უკვე უფლებია ჩემი ანსამბლის სიმღერები შეტანილი არის YouTube-ზე
შეგიძლიათ თუ დაინტერესდებით, შეხვიდეთ ანსამბლი ხევრო და იქ არის ერთი 10 სიმღერა არის იქ ჩემი ანსამბლის შესრულებით. აი ეს არის ჩემი ასე ვთქვათ სავიზიტო ბარათი ეს ანსამბლი, სიმღერა რომელსაც ჯერ კიდე შემიძლია რომ კიდე ბევრი ვიმუშაო, კიდე ბევრი გავაკეთო, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა უთხრა ადგილობრივ ხელმძღვანელობას, რომლებიც ძალიან ხელს მიწყობენ, მინდა გითხრათ, ძალიან ხელს მიწყობენ და ამით მე ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ ხელის შეწყობით. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენ მთავრობას, დღევანდელ მთავრობას და საერთოდ ყველას, ვისაც კი რაიმე აქვს სიყვარული აი ამ ჩვენი ხელოვნების მიმართ, რომელსაც მე ქართული ხალხური სიმღერა. და ბოლოს რა სამომავლო გეგმები გაქვთ? სამომავლო გეგმები განაცხადე არის ის, რომ მეტი ყურადღება დაუთმოთ ბავშვების აღზრდას, არა მარტო ქართულ ხალხურ სიმღერაში, არამედ ქორეოგრაფიაში, საერთოდ ინტელექტუალურ გამოვლენებაში ბავშვებს უნდა მეტი დრო დაუთმოთ. რაც შეიძლება განათლების სისტემაში თუ არ მოხდა რაღაცა ძვრები, რომელიც ახლა დაწყებულია და ძალიან მახარებს ეს ამბავი, მე ვფიქრობ, რომ მე ერთი რამ კიდე მინდა გითხრათ, რომ დიდი როლი ანიჭება განათლების მიმართ ეკლესიას. ეკლესიამ უნდა მიიღო დიდი მონაწილე, ეკლესია უნდა შევიდეს სკოლებში, უნდა ასწავლიდნენ ეკლესიურად ბავშვებს. ეს ძალიან დიდი, თორე მე ვფიქრობ, სხვა არაფერი არ დარჩა, რომელიც ეკლესიის დონეზე ასწავლის რამეს ბავშვებს. გაიგებენ, ეკლესიის დონეზე გაიგებენ. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება ჩვენ მომავალ თაობას. ხო ხედავთ რა ხდება, რა მოხდა, ქუჩებიდან კიდევ ვერ გაგვიწვენია იმ ხალხისგან, რომლებიც რა ხდება და საიდან ხდება, როგორ ხდება თქვენთვის გასაგებია და ყველაფრის გასაგებია. ამიტომ გაუთხილეთ ჩვენ ქვეყანას, ვაგასწავლოთ შვილებს ვასწავლოთ, ყველაფერი ვასწავლოთ. ქართული არ დაივიწყოთ ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა, ფანტასტიკური ქართული ლექსი, ხალხური ლექსი და მომავალიც კარგი გვექნება. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ.